საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. მოვედი ჩემო ძვირფასებო. მოვედი თქვენთან, აბა როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. ძალიან მომენატრეთ, ძალიან მიყვარხართ. აბა როგორ ჩაიარა კვირამ? კვირებზე მაგლაპარაკი. დღეებზე აღარ. ცოტა უკეთ გაიხარეთ. როგორ გიკითხოთ ჩემო ძვირფასებო? მეც ძალიან მომენატრა ჩემი სივრცე, თქვენთან ერთად. აბა როგორ ვართ? როგორ ჩაიარა დღეებმა? ჩემო ძვირფასებო, თუ კი ავალთ 25,000 ლაიქზე დავიწყებ ლაივს. მორჩილესად გთხოვთ. მხოლოდ ლაიქები. 25,000 ლაიქი. ლაივი კითხვების გარეშე, კითხვა პასუხის გარეშე. მოგესალმებით ყველას, გაიხარეთ, როგორ გიკითხოთ? აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობისა ყველას, უღრმესი მადლობა ნაზი. საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. მოგიკითხავთ ყველას, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. არ მაქვს კითხვაზე პასუხი, არც საჩუქრებზე, მხოლოდ ლაიქები მინდა. მხოლოდ ლაიქებს ვითხოვ, მეც არაფერს. დანარჩენი ჩვეულებრივი ლაივი მექნება. კითხვა პასუხის გარეშე. ლაივი კითხვა პასუხის გარეშე. სურვილი თუ გაქვთ დარჩით და რაც დრო იქნება იმ დროის მანძილზე მივიღოთ სასურველი ინფორმაცია, თან აქ ცოტა ვიხალისებთ კიდევაც, ასე რომ სხვა დანარჩენები კიდევ შეძლების და გვარად. არა, კითხვა პასუხი არ მაქვს. არ მქონია და არ მექნება. საღამო მშვიდობის დავით. მოკლედ მეგობრებო. ერთადერთი რასაც ვითხოვ თქვენგან არის ლაიქები. მხოლოდ ლაიქები, რომ ლაივი დავიწყოთ. 25,000 ლაიქი, TikTok-ი ითხოვს 25,000 ლაიქს. მომიტევეთ და მაპატიეთ, სხვა გზა არ მაქვს. საღამო მშვიდობის ანა მარია, როგორ ხარ? გაიხარე ნაზლი. მადლობა თქვენ თითოეულ თქვენთაგანს. დოჩი სალამი. ანა მარია. გოგო, რა დღეში ხარ? დალიე დოჩი, დალიე ორი დალიე ერთასთან. მე დაბჟუებული თითით ვალაიქებს ხვასთან რომ შევდივარ, ისე რო რამე ვთქვა. დედას ფიცა ვარ თუ ვტყოდე. წამალი თუ არ გაქვს, ესე იგი აღარ შემოხვიდე მაშინ დოჩი. იქნებ გაუთვალისწინებლად გაგითავდა წამალი და რა ვიცი, ესეც ხდება ხანდის ხანდა. აჰა, გაფრთხილება მომცა ლაივზე. ხვარ ღადაოთ. აი შენ სიტყვებზე მომცა გაფრთხილება. პირდაპირ.
აჰა, ვინ გვემტერებაო? კი ბატონო, ვინა ჩვენი მტერი? ძალიან საინტერესოა. მადლობა იდეისთვის. თან აღწეროთ მტერიც. კი ბატონო, რა ხდება მის ცხოვრებაში? თან მის ცხოვრებაში. კითხვაზე პასუხები არ გვაქვს, მეგობრებო. არ დაგებედება, ანა მარია, არ ინერვიულა. კითხვა პასუხი არ გვაქვს, მეგობრებო. მხოლოდ მაქვს საჯარო ლაივი. საჯარო ლაივი მაქვს, რა ქვია მაგას? და ქართული დამავიწყდა. ნუ კარგი, ფინანსებით მოვიკითხოთ, რა პრობლემაა, მეგობრებო, თუმცა მაგას ისედაც იტყვის. ფინანსები მეც მაინტერესებს. შეხო გაკ მე წამალი დალია და დაგეძინება ანა მარია. მე ამას რომ უყურებ ისეთ კარგ ხასიათზე მაყენებს, რომ ეს ასე მიდებს, მე მიყურებს სულ, მაგრამ გადასარევად მძინავს. შე რა აგონია? დოჩი უпроსწორად. მე ეს გადასარევად მაძინებს, ოღონ მართლა, დედასპიცა ვარ. ზოგადი კითხვები გვაქვს, მეგობრებო, ზოგადი კითხვები. ხო. ნახე რა ლამაზია, ლამას რომ შეხედა როგორ არ უნდა გაგეცინოს. როგორ არ უნდა დადგე კარგ ხასიათზე, ხო არ ღადაოფე? წყვილის ოპერაცია რა ღირს დაურიცხავთ. არ ითხოვს აგი წყვილის ოპერაციას და შე რატო გინდა რომ დაურიცხო? მას არა აქვს პრეტენზია და შე რა გინდა? ადამიანო. მიყვარს. ცოცხი გიყვარს თუ ქალი? ბეფანა გიყვარს, ანა მარია. რომელი გიყვარს? აი დოჩი არ ინერვიულო, სხვა დაალაიქებს, კაცო, შენ უაწკაპუნებ, რა გიყო ახლა? რა პრობლემაა? შენ უყარხარ იმის აგიცინის, აი და შე რატო გძულს არ ვიცი? არაფერს არ გთხოვს ადამიანო. ზია გაიხარე, უღრმესი მადლობა. გადავიწვი მეგობრებო, ისეთი სიცხეებია, ჯანმრთელობასთან ერთად ეს სიცხეები კიდევ დარეტიანებული დავდივარ. იქეთ არ მოვთხოვი, ხო, შლიაპა ძალიან მაგარი აქვს, კი, დედასპიცა ვარ. აი ძალიან მაგარი აქვს, კი. გიждები მე ესეთებზე. ისი ქერათმები არ მოგწონს?
ძალიან დავიწვით. გოგო 53 გრადუს აცხადებს და რო არ აცხადებს კიდე იგი სხვა. საღამო მშვიდობის ხათუნა, როგორ ხარ? გაიხარი ჩემო კარგო. მეგობრებო, ერთადერთი რასაც ვითხოვ, ლაიქია, ლაიქები. რომ დავიწყო ლაივი, მიწყვიტავს, მერე მიწყვიტავს ლაივს და სულ წვალობ, დედასფიცა ვარ. კი, ანა მარიამ ასე ვარ. 24/7-ზე კონდიციონერი გვაქვს ჩართული, პლუს ამას გამაგრილებელი ოთახში მიდევს ვენტილატორი. კატასტროფული სიცხეებია წელს. შარშან არ იყო თუ რა არის არ მახსოვს, არ ვიცი მეგობრებო. შარშანდელი რატომ არ მახსოვს, ხომ არ მეტყვით? კი იყო, როგორ არ იყო შარშანაც იყო. კი, ჩემო ძვირფასებო, საჯარო ლაივი გვაქვს, ლაივი კითხვების გარეშე. კითხვა პასუხის გარეშე. ზოგადი კითხვებით გვაქვს, ოღონდ სხვადასხვა თემებზე. სხვა თუ არ გაქვს, აუზი არ გაქვს სადმე? აუზეი არის, გალო. პიშინაზეი არის, რა გააჭირე საქმე. რამდენი დარჩა მე ვიკლავ თავსო. დოჩი, ჯერ 13,000-ზე ვართ. არ გინდა არ მეიკლა თავი. ბებიას რა უყო და გამეიმბი და წეიყვანე. ლოგინიანა წეიყვანე, იმაში როა, რა ქვია, ჩელენტანოს რომ იყავს ლოგინით. კინო რო აქვს ამათ იტალიელებს. ეს სოცხიანი დაქალია ჩემი. ეს ჩემი დაქალია. ხო, ჩვენ ყავას ვსვამთ ერთად. ჭირვეულის მორჯულება კი. ანა როგორ ხარ საღამო მშვიდობის? ახლა დაგინახე. ხო, ლოგინით რომ მიაკარჩალებს. 25,000 ლაიქზე მეგობრებო, მომიტევეთ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. სულ მიწყვიტავს. მაგდებს სულ გახსოვთ ბოლო ლაივზე. ქრისტინა, უღრმესი მადლობა. მეც არ ამიშავს მეგობრებო, თუმცა სასურველია უკეთესად უფრო. მადლობა, უღრმესი მადლობა. გაიხარე ჩემო კარგო. თქვენც ასევე გაიხარეთ წარმატებები, რაც კაპუნებ ამ პროტეზის თითით. დოჩი, კაი რა, ნუ მომკალი გოგო რა იქნა. დოჩი, შენ რომელ ქალაქში ხარ? ვინიოლაში საითა? მაგე რაღაცა ახალია. მოდენა, აჰა, გასაგებია. უღრმესი მადლობა, გაიხარეთ. ქრისტინა, მადლობა გაზიარებისთვის. საღამო მშვიდობის ყველას.
მოგესალმებით, მეგობრებო. ღმერთი მადლობა თითოეულ თქვენთანაც გაიხარეთ. სულ დალოცვილი ყოფილიყოთ მთელი ცხოვრება. არა, კაცო, მტრებს რა უნდა დაეწიო, გოუშვი, რას ქვია დაეწიო? ვარ გადაო. ვის უნდა? ქრისტინა, ღმერთი მადლობა. ღმერთი მადლობა ყველას. მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა საჩუქრებისთვის, მადლობა ყველას. არა, გვიანი არ არის, ჯერ არ დაგვიწყია. ჯული, ჯერ არ დაგვიწყია. მოდი ვკითხოთ დღეს კიდევ რა გეგმები აქვს თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს. დღეს გამიმართლაო. მისი გეგმები. შეგიძლიათ დასვათ ეს კითხვა თქვენს პარტნიორთან, თითქოს მას უსვამდეთ და გაუშვით. რა იცის გეგმა? კითხვა პასუხი არა, ჩემო ძვირფასებო. ზოგადი კითხვების პასუხები მექნება. გეგმა საჭმელი გონიაო. ზოგს არც მაგი არ გონია. გეგმა ზოგს მოვალეობა გონია, მეგობრებო. გეგმაშია მოვალეობა. მოდი კიდევ ვკითხოთ მისი ფიქრი. მოქმედება. ხო, აი ადამიანს რომ გეგმა არ აქვს, მეგობრებო, გაგცემთ ახლა პასუხს. იმას არც არაფერი არ უნდა შეეკითხოთ. ხო. არაფერი არ უნდა გეკითხა, ხო ხედა? არაფერიო და სულ წავიდა. წავიდა და გოუშვი მისიკით. აჰა, სულ ცოტაც და დავიწყებთ, სულ ცოტაც, ჩემო ძვირფასებო, სულ ცოტაც. ხო. მეგობრებო, კითხვა პასუხი არ მაქვს. არანაირი ფასიანი ლაივი არ მაქვს. უბრალოდ ლაიქები მჭირდება, იმიტომ, აჰა, უკვე დავიწყებ. ლაიქებს ვითხოვ, იმიტომ რომ TikTok-მა არ გამაგდოს. ხშირად მაგდებს. არასაკმარისი ლაიქების გამო. თვითონ TikTok-ი ითხოვს, მეგობრებო. მე არც არაფერში მჭირდება ლაიქი. მოკლედ, ეხლა დასხედით, მოეწყეთ, განეწყეთ. და დავიწყოთ ახლა ჩვენ დღევანდელი ჩვენი ლაივი. მოგესალმებით ყველას, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთანაც გაიხარეთ. ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და დავიწყოთ ახლა. დოჩი. შენ ქორწილში ხო არ იყავი ესე რა მაგის პასუხია მაგრამ. გაგინდამ ჩემ ბეფანასთან, ხალო. ეს არაფერს არ გთხოვს და შენ რას ითხოვ მისგან? დავიწყოთ მეგობრებო. მე მაინტერესებს ახლა თქვენი ენერგიები. რა ვთქვა, მაგრამ თქვენი ენერგიები მაინტერესებს ახლა მე უკვე თქვენს
კითხვა პასუხებს თუ კომენტარებს აღარ შევხედავ, ამიტომ გადავერთვები ჩემს საქმიანობაზე და დავიწყებ ახლა. თქვენი ენერგიები მაინტერესებს, როგორი ადამიანები მიყურებთ. თქვენი სიგნიფიკაცია. ძალიან, აი ნახეთ ახლა. თქვენში ცხოვრობს ის ბავშვი, აი ნახეთ ქვემოდან. რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მომავლის. თან ამ ყველაფერს ნახეთ თავისი ფეხის ნაბიჯებით ნაბიჯ მიყვება. თავის ოცნებებს, თავის მიზნებს დაისახავს და ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით მიყვება. ვინ ხართ თქვენ, თქვენი სიგნიფიკაცია? ხო, აი ნახეთ. ეხლა გეტყვით. ეს თქვენი ოცნებები თითქოს ჩაიხვით, მეგობრებო. ხო, თითქოს წარსულში იყო ეს და თითქოს ეხლა თქვენ ეხლა ასე, რომ თითქოს ეხლა არაფერი არაა, მაგრამ საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით და რატო არ ვიცი. თქვენი ოცნებები და ფიქრები თქვენს ხელშია, მინდა გითხრათ. თქვენ როგორც წარმართავთ თქვენს ცხოვრებას, სწავა ისე, მეგობრებო. სხვას არაფერი არ დააბრალოთ, არც დაავალოთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია. ხო, თავარია მოინდომოთ. თავარია ენერგიულად მიუდგეთ ამ ყველაფერს, თავისუფლად და ენერგიულად. ხო, ყველაფერი გამოგივათ, ამას ამბობს კარტი. თქვენი ენერგიები. ხო, აი სადამოვიდა, გადავჩეხე და სადამოვიდა. კონკრეტიკა უნდა გქონდეთ, მეგობრებო. აი კონკრეტულად თუ კი რაიმე შეგიძლიათ ჩამოწეროთ თქვენი გეგმები, თქვენი ფიქრები, მანიფესტაცია გაუკეთოთ თუნდაც, აი რაღაცნაირად ან დღიურში ჩაწეროთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს, ამას ამბობს. ხო, ამიტომ შეგიძლიათ ესე გააკეთოთ და დააკვირდეთ. ეს მოგცემთ ძალიან დიდ мотивაციას, ნასტოიჩინა. ხო, აი საკუთარ თავს მოთხოვეთ. აი საკუთარ თავს მიეცით мотивაცია და ეს ყველაფერი ძალიან დიდ შედეგებს მოგცემთ. აბატონო. აქ თუ კი ეს ყველაფერი ეხება ბევრის თქვენთაგანის სიტუაციაში ეხება ურთიერთობას, აბატონო. მე ვხედავ აქ სხვაობას, რაღაცნაირი სხვაობა. ასაკობრივი სხვაობა, მენტალური სხვაობა, ფიზიკური სხვაობა, სოციალური სხვაობა, კანის ფერში სხვაობა. ხედავთ, ხო? ზოგი ბიჭია უფროსი, ზოგი გოგოა უფროსი, ხო? ასე რომ ჩემო ძვირფასებო, თუ კი ურთიერთობას გულისხმობთ, აქ ურთიერთობაზეც არის, სავარაუდოდ, უფრო მეტი ურთიერთობაზეა საუბარი. ამის მოლოდინში ხართ, თუმცა კარგი რაღაცის მოლოდინში ხართ. თითქოს ძალიან დიდი იმედი გაქვთ. აი ეს რაც თქვენ ბავშვობაში გქონდათ, ბევრის თქვენთაგანის ცხოვრებაში, ეს მოდის ბავშვობიდან. ბავშვობიდან იყო შეიძლება თქვენი დიდი ოცნება, რომ გქონოდათ რაღაცნაირი ოჯახი, თბილი მოსიყვარულო, ეხლა არ მითხრათ ეს ვის არ უნდოდაო. ხო, ეს არ თქვათ ეხლა. ეს ბევრს უნდა, მაგრამ მხოლოდ ნდომებაზე არაა საქმე. ბოლომდე მიყვანაზეა საქმე, ხო? აი ის რაც თქვენ ბავშვობაში გინდოდათ, მეგობრებო, აი ზუსტად ის დაიწყებს ეხლა მოქმედებას, ნახეთ? ნახეთ რის მერე? აი ხო ხედავთ რის მერე? აი ამ мотивაციის მერე იწყებს მუშაობას, აი წეღან რაც გითხარით. კი, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. აუცილებლად. კიდევ ვინ ხართ თქვენ? ხო, ნახეთ უვერენას, თავდაჯერებული თან ისე უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი, რომ ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, არა მეგობრებო. არა, ბატონო. კონკრეტულად დაკონკრეტდით, რა გინდათ? აი მაგალითად გეტყვით ახლა რა უნდა გააკეთოთ. ვთქვათ რაღაცა გინდათ, ხო? ჩამოწერეთ ეს ყველაფერი, გაუშვით სამყაროში და ამ ყველაფერს უკვე თავისი მიმართულება ექნება მიცემული და მე ერთადერთი თქვენ რაც გექნებათ, ის იქნება, რომ დაელოდოთ ამ ყველაფერ მოვლენებს. სხვა არაფერი არაა საჭირო. კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები არის ის, რომ კიდევ თქვენ ძალიან შეიძლება ბევრი თქვენთაგანი თითქმის ეხლა თითქმის დღეს ყველა ინტერნეტში ვართ. ამაზე ვართ დღეს მთელი ცხოვრება დამოკიდებული. აკონტროლებთ ყველას და ყველაფერს, კი.
გიყვართ ეს კონტროლი, რატომღაც გიყვართ. აი ხო გეუბნებით. მანძილზე ყველაზე ყველაფერს აკონტროლებთ. მე რას აკეთებთ, იცი? აი ამ ყველაფერზე მე ძალიან ბევრს ფიქრობთ. იქ რასაც დაინახავთ ინტერნეტში ასახულ, მნიშვნელოვანი არა აქვს, რა იქნება? ამბავს, ხო? მე ესე თქვენთვისვე დაჯდებით და ამ ყველაფერს აი გონებაში ატრიალებთ. ფიქრობთ, მსჯელობთ, ხო, ანუ ხო ხდებით? ხო, ამ ყველაფერზე ფიქრობთ კი, აბატონო. ფიქრობთ წარსულზე, ფიქრობთ მომავალზე, ფიქრობთ მეგობრობაზე, ფიქრობთ, ხო, ანუ რა ვთქვა, რა ვიცი? ხო, ყველა თქვენი სიტუაცია მოიგეთ. კი. ფიქრობთ იმაზე თუ სად მიდის თქვენი სიტუაცია, საით მიდის. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, ბატონო. ეს ეხება ურთიერთობას. ამ ფოტოს თუ არ ჩავთვლით, ეს ნამდვილად ეხება ურთიერთობას. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს დიდი ხნის, ან მოდის ბავშვობიდან, ან რაღაც პერიოდი იყო და აღარაა, ან შეიძლება იცით როგორაა, ბავშვობაში გაბრუნებთ, ან თითქოს რაღაცნაირად ბავშვობასთან არის დაკავშირებული. არ ეუბნებით არავის. არა. ან ეს არის ბავშვობის ოცნება, ან ბავშვობასთან ასოცირდება, ან ეს ურთიერთობა მოდის ბავშვობიდან, აი რაღაც ბავშვთან, ბავშვობასთან დაკავშირებული სიტუაცია. არავის არ ეუბნებით. იქნებ თქვენ შორის ბზარი გაჩნდა და გაჩნდა მესამე ადამიანი, კი და არაფერს არ ეუბნებით არავის. თუმცა სამართლიანად კი გინდათ სამართლიანობა აღდგეს, კი ამას კარტიც ამტკიცებს, თუმცა ამის ძალიან დიდი შიში გაქვთ. არ ვიცი ვის რატო გეშინიათ და რისი გეშინიათ, მაგრამ რეალობას გაურბიხართ. თითქოს რაღაცას გაურბიხართ, ან ამ ურთიერთობას გაეკეცით უკვე და დაასრულეთ ეს ურთიერთობა. მართალია შეიძლება დიდი გულის ტკივილი გქონდათ, მაგრამ რადგან ბზარი გაჩნდა აქ, ეს ურთიერთობა შეიძლება უკვე დაასრულეთ. უბრალოდ გონებაში მაინც ამას ატრიალებთ და არავის არ ეუბნებით ამ ყველაფერზე. კი ბატონო. ხო. ნამდვილად ასეა. სამართლიანად. ძალიან სამართლიანი ადამიანები მიყურებთ. ასე რომ, სხვანაირად ვერ იქნებოდა. თქვენ ხართ ადამიანის სხივი. აი თქვენ ვის ცხოვრებაში შედიხართ, შეგაქვთ აი ეს სხივი. აი თქვენთან ერთად ადამიანები, იცით ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ მხიარულება, თქვენ ხართ ცერემონიალი, თქვენ ხართ აი რა ქვია, ერთი სიტყვა, ტარჟესტო, ქართულად როგორაა? მეგობრებო, ქართული დამავიწყდა. დღესასწაული. დღესასწაული ხართ თქვენ. თქვენ ისეთი ადამიანები ხართ, ხო? ხო, აი არ ვიცი. კი ბატონო, მორგანა,აღამო მშვიდობის. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. კი, თქვენ ხართ დღესასწაული. ამიტომ ძალიან ისეთი სხივი, ნათელი სხივი შეგაქვთ. ხურვალი, აი ესეთი წითელი. ხო, კიდევ თქვენი ენერგიები. კი ბატონო. რასაც დაისახავთ, ყველაფერს აკეთებთ ბოლომდე. კი. ოღონდ თავარია დაისახოთ მიზანი და თქვენ ამ თქვენს მიზანს ყოველთვის მიყვებით თავდაჯერებულები. ან უნდა გაყვეთ თავდაჯერებული, მეგობრებო. არაფრით არ უნდა შეგეშინდეთ, არაფრის. არაფრის არ შეგეშინდეთ. თუ კი ოდნავ გაგიელვებთ გულში, რომ აიმე მე ამას შევძლებ, ან როგორ შევძლებ, არ შეგეშინდეთ, მსგავსი. ეჭვი არასოდეს შეიტანოთ საკუთარ თავში. არა. ძალიან ძლიერები ხართ. ისტორია მე ვარო. რა თქმა უნდა, დოჩი. აბა? სხვანაირად ვერ იქნება ახლა. ქალი ვულკანი ხარ. ხო და აბა რა იქნები? ორმესი მადლობა ყველას გაიხარეთ. მოკლედ მეგობრებო, 2 წამი შევისვენოთ და ეხლა ჩაიფიქრეთ ადამიანი, ვინც გინდათ. თუ გინდათ წყვილებზე ჩაიფიქრეთ, ათესავებზე, მოყრებზე, მოკეთეებზე. წინა ლაივში რო თქვით, კარგები და კეთილები. ხო მეგობრებო, ნუ რა ვქნათ ეხლა თუ არ ვიხუმრეთ, არ გამოგვივა არაფერი. აქ ჩვენ სერიოზულად ვერ ვიქნებით ახლა ყოველთვის.
ცოტა თუ არ წავკბინეთ, სხვები არ გამოგვივა. ხათ ესა პატიოსნურად ვერ ჩავატარებ ეხლა ლაივს არ გამომივა. უძდელიანა მაგ და იმიტომ. ხა. ჩავიფიქროთ ახლა ადამიანი. გველის ჩაფიქრებისასა. კი ბატონო. ზოგჯერ გველი გაგვიზდია უბეშიო ხო იცით რო იტყვია. კი ესეა მეგობრებო, მაგრამ ნუ რა ვქნათ ეხლა. წავედით მეგობრებო, ჩავიფიქრეთ იმედი ადამიანი. გავიგოთ ეხლა მისი ენერგიები. ო? ამ ადამიანის ცხოვრებაში დაბნელდა როგორც ჩანს. დაბნელდა ან დააბნელეს. ჩუჟეძელა. ეს ადამიანი თითქოს იმალება, თითქოს სახეს არ გაჩვენებთ, აინტერესებს რაღაცები, ჩუმჩუმად იყურება, მეგობრებო, ხო ხედავთ, აი როგორი როჟა, ვარ, ამბობს. ამ ადამიანს უყვარს ესეთი ლუბაპიტნაია ვარვარა. აინტერესებს თქვენ ცხოვრებაში რა ხდება, ნეტავ როგორ ხართ, ხوار ყავთ ვინმე, ხوار გამოჩნდა ვინმე, ხوار დაოჯახდით ვინმესთან და ასე. კიდევ რა აინტერესებს? ხო, ტიჟოლაე პალაჟენი აქვს. ერგებულობს ვერაფერს. ბნელეთიდან ვინ რას გაიგებს? თვითონ ბნელეთში იმყოფება და განგაშია კატეხილი ტრევოგა, ბოლ, ტკივილი, განგაში დისკომფორტი აქვს, დომხალიზაცია აქვს, კიდევ მისი ენერგიები ეკუთვნის. ხა, ბედის ბორბალისია დატრიალებული პროცესი მიმდინარეობს უკვე, კიდევ რა პროცესი მიმდინარეობს? თან სამართლიანად. იმიტომ რომ თქვენთან რაღაცა დანაშაული აქვს ამ ადამიანს. ანუ ხო ხდებით? ეხლა რაც ხდება მის ცხოვრებაში, ყველაფერი ხდება სამართლიანად. კიდევ მისი ენერგიები. ხო, ეს ურთიერთობა როგორც ჩანს, წარსულში დარჩა, შორს მიუწტომელი მზე ხართ მისთვის, რომელიც საღაციდან ანათებს და მას ზიანს აყენებს. ვრედ, ხო, აზიანებს. თქვენ კაშკაშებთ, ანათებთ. ხო, იმას კიდევ თვალებში უნათებს, ბნელეთშია, მაგრამ თვალებში უნათებს. ხო. სადაცა აფეთქდება, მეგობრებო. ოხ სადაცა აფეთქდება და რომ აფეთქდება, აფეთქებული დაგირეკავთ თქვენ, აფეთქებული გამოვა კონტაქტზე. ხო, შეიძლება დაიწყოს ღრიალი. ხო, მეგობრებო, ხო გეუბნებით? ამ ადამიანმა დაგაბერათ. ფეხს არ მოუჩქარა, არა. მოჩქარეს მოუგვიანდესო, არა. მოგვიანებულს მოიცადე? როგორა? სამა სიკტილმა მიაკითხაო თუ როგორა მეგობრებო დამავიწყდა. ნუ კაი. ამ ადამიანმა იმდენი გალოდინათ კონტაქტზე გამოსასვლელად დაგაბერათ. ან თვითონ დაბერდა მეგობრებო, ჩვენ მასზე ვსაუბრობთ. ხო. ხო. ეს არის თვითონ დაბერდა და ვერ ხდება ამას. მისი ენერგიები. უყურეთ ეხლა, მისი ენერგიები რა არის? გაქცევა უნდა და გაიქცა, მაგრამ ეხლა ყველაზე დიდ განსაცდელშია. იცით როგორ განსაცდელშია? ძალიან დიდი ტკივილს ანიჭებს ის სიტუაცია, რაშიცაა ეხლა. გაქცევა ხო უნდა და გაიქცა, რასაც უნდა და იმას მიაღწია კი. ეგონა რომ გავიქცევიო, მე აი ესე გავშლი ხელებს და ლამაზად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ. კიდე ჩავისუნთქავ, კიდევ ამოვისუნთქავ. კიდე ვიბწკენ ფეხზე ან ბოდიში და ერთ ადგილზე თუ ვარ თავისუფალიო, ხო, ალბათ ეს იფიქრა, სიამოვნებიდან, ხო, ეგება კიდევაც იბწკინა, იქნებ კიდევაც იკპინა, ვინიცის, მაგრამ მე შენ გეტყვისია. ხო, დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა და აქვს ეხლა დამოუკიდებლად ცხოვრობს, მაგრამ ბოდიში და ჩემი ფეხები. ხო, ეხლა იცით როგორაა? ყველაზე დიდი ტკივილი თუ კი რაიმე შეიძლება კონდეს ადამიანს ის აქვს. სად წაიღოს აღარ იცის. სად წაიღოს აღარ იცის. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. იცით როგორ უნდა ეხლა თქვენთან გამოგქცევა და აი მოსვლა, გამოფრენა უნდა. იმიტომ კი არ უნდა რომ უყარხართ. არა, აქ იცი რა ხდება ეხლა, ნახეთ, ეს ადამიანი 24/7-ზე გაკონტროლებთ.
ხო, აი სულ თქვენზე ფიქრობს. ნეტა რომ არ წავსულიყავი რა იქნებოდა, ხო? არა, ხო? რომ არ წავსულიყავი ნეტა როგორი ცხოვრება მექნებოდა მას, ანუ დებილი, მეგობრებო. ამას ქვია დებილი. ხო. ეხლა ამ ყველაფერზე იმიტომ ფიქრობს, რომ მე თვითონ ძალიან დიდ ტკივილშია, ძალიან დიდ უკუჩვენებაშია, დაბერდა უკვე. იმდენად დაბერდა, რომ თავის ასაკთან ძალიან დიდი შეხედულება აქვს, კი. ყველაფერში უარყოფითი მხარეები აქვს უკვე. ამიტომ თვითონ რო დარჩა განადგურებული, მერე მიხვდა თურმე რომ თურმე არ უნდა წავსულიყავია. ხო. ეხლა ზის და ამ ყველაფერზე ფიქრობს. კონკრეტულად გიყურებთ ეს ადამიანი, თქვენ გათვალიერებთ 24/7-ზე, თან ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად აკეთებს და ფიქრობს ეხლა, ნეტა რო არ წავსულიყავი რა იქნებოდა, დებილი. ხო უნდა თავისუფლება, ხო და რაც უნდა აქ იგი, მაგრამ აღარ უნდა. არა, აღარ მინდა ვიძახის. ლენჩუაშვილი. კიდევ მისი ენერგიები, სასწაული თუ გინდოდეთ. მისი ენერგიები, ამ ადამიანს უნდა კონკრეტულად ხო უყურეთ ეხლა, მე გეტყვით ეხლა რა უნდა. აქვე მოდან რა სურათია. ამ ადამიანს თითქოს უნდა რომ თითქოს დაგყვეთ ეხლა, დამყოლი ხასიათი უნდა რომ დაგანახოთ. ხო, ფეხა უჩქარებლად, ანუ ძალიან ნელა, ძალიან ფრთხილად. თითქოს რაღაცნაირად შემოგიძვრეთ. თითქოს რაღაცა საკუთარ თავს ეს თქვენთანაც ამოვიდა. თქვენ სხვანაირ მოტივაციას აძლევთ თქვენ თავს, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თითქოს იმის მოტივაცია მიცეს საკუთარ თავს, რომ კონტაქტზე გამოვიდეს, მაგრამ იცით როგორ? ხო, ვაიმტრისას. ხო. ვაიმტრისას. ძალიან დიდი ენერგიებით, ძალიან ცეცხლის ენერგიებშია, ძალა მომატებული აქვს. ხო, თქვენთან იმედი აქვს, რომ ურთიერთობას გააგრძელებს, ხო გეუბნებით? აქ სხვაობაა. თუმცა თქვენი ძალიან ჯერავს ამ ადამიანს. ძალიან დიდი იმედის თვალით გიყურებთ კი. შეიძლება ფიქრობს, რომ დაუბრუნდებით, ან დაიბრუნებთ. ხო, არავის არ ეუბნება. არა. არავის არ ეუბნება არაფერს. ხო. არც უნდა რომ არავინ არაფერი არ იცოდეს. ხო. ისე უნდა თქვენთან დაბრუნება, მაგრამ იმდენად დიდი შავი ხვრელია თქვენში, მეგობრებო. ხო, აი ნახეთ, ეს ადამიანი ზის და ესე იხსენებს წარსულს თქვენთან დაკავშირებით. ეს ამოვიდა თქვენთანაც. ეს სურათი და ამიტომ ამ ადამიანს ძალიან დიდი პატივისცემა აქვს თქვენს მიმართ. ანუ ძალიან გაფასებთ, მართალია შეიძლება გვიან, მაგრამ მაინც გაფასებთ, ხო? იცით რა უნდა? ეხლა გეტყვით. ეს იყო თქვენთან ბოლო სურათი, რაც ამოვიდა. აი უყურეთ, გეტყვით ეხლა, მე ვთქვი რომ თქვენ ხართ დღესასწაული. აი ეს დღესასწაული აკლია თქვენთან, თქვენგან. მეტი არაფერი არ უნდა მას. ამ ადამიანს ის კი არ უნდა რომ უყარხართ. არა, აქ გული არ ამოსულა. არა, მეგობრებო. ამ ადამიანს მხოლოდ უნდა ის, რაც თქვენგან აკლია. თქვენი სითბო აკლია, თქვენი ყურადღება აკლია. ეს ადამიანი სადაც გაიქცა, იქ არ დახვდა ისეთი ყურადღება, რასაც თქვენ აძლევდით. ის სიყვარული არ დახვდა, ის მეგობრობა, ის ჰარმონია არ დახვდა, რასაც თქვენ აძლევდით. იმ დღესასწაულს, რასაც თქვენ ამ ადამიანს აძლევდით, ვერსად ვერ ნახა, იმიტომ უნდა თქვენთან. მაგრამ იმ ფერი დამპალი ამას კი არ აღიარებს. არა, მომიტევეთ ასეთი საუბრისთვის. ბატონო, დღესასწაული აკლია. თქვენ იყავით მისი ენერგია, თქვენ იყავით მისი იზაბილიე. აი იზაბილიე რას ნიშნავს? მყუდროება, სიმშვიდე, ბედნიერება, სიმდიდრე, თავისუფლება. თქვენთან ერთად ეს ადამიანი თავისუფალი იყო, რასაც უნდა და იმას აკეთებდა. დედას ფიცა ვარ, ეხლა არც ერთი არა აქვს. ბები მისისა მაქვს. კი, ხი მეთქინ. ასია კი ჩემო მეგობრებო. ჯერ რო არ გამწარებულაა. თქვენ თუ გონიათ რომ არაა გამწარებული და ამ ადამიანს ბედნიერს ხედავთ, ძალიან ცდებით მეგობრებო. აი ხო ხედავთ, ამ ყველაფერს არ გაჩვენებთ. სადაა ის პირველი ფოტო? აი მისი სიტუაცია.
რას ლაპარაკობთ? ვინმეს თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ადამიანი კარგათაა, არ იფიქროთ, რომ კარგათაა? მეგობრებო, როგორაა? რას ლაპარაკობთ? უკიდურესი შემთხვევა აქვს. განგაშია კატეხილი. უბრალოდ იმდენად ამაყია ეგო აქვს, დიდი ასოებით დაწერილი, ხო? ამ ყველაფერს არ გაჩვენებთ თორე, აზიზღარი. ხო. სიკვდილის პირასაა, დაბერებული. შეიძლება რომ შეხედავთ, ერთი 10-15 წლით მეტი ასაკი ქონდეს. ხო. ქალბატონების შემთხვევაში შეიძლება თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი ეხლა წვერსაც არ იპარსავდეს, ხო, აი ხო ხდებით რა სიტუაცია აქვს, აი ესეთი სიტუაცია აქვს. ხო და მამაკაცების შემთხვევაში თუ კი ქალბატონებზე უყურებთ და უსმენთ, ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ რომ ამ ქალს საერთოდ ბედნიერება რა არის აღარ ახსოვს. უბრალოდ ამის აღიარება არ უნდა. ხო. აკლია თქვენი მზრუნველობა, თქვენი სიყვარული აკლია, თმა დაუბარცხნელი, პირ დაუბანელი, შეიძლება მაკიაჟიც არ გაუკეთებია საუკუნე, ან აღარ უნდა, აღარ აინტერესებს. ხო. ვინ იცის? ხო, აი ეს სიტუაცია აქვს, კი. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, კი, სიმპათიური მაიმუნია. ეს არის სიმპათიური მაიმუნი, კი, მე ანა მარიას უყვარს ეს? ეს არის ანა მარიას საყვარელი ფოტო. ხო. ასეა, ჩემო ძვირფასებო, კი, ასეა. ხო, აი ანა მარია მეთქი რო ვახსენე და უცებ გამოხტება ეკრანზე. ისი ჭირი მეთქვა, გოგო, მიყვარხარ ძალიან. ჩემი ლამაზი გოგო. გორილა, კი. შიმპანზე ან ორანგუტანგი კიდე თუ გინდა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხლა 2 წუთით მოითქვით სული, მოსვით წყალი, მოსვამ ახლა მეც. ხო, დავიწყებ. ჩვენი დღევანდელი ლაივის თემა არის ზოგადი. დავაწერ ასე მეგობრებო, ზოგადი. ხო, დავლიე წყალი, მოვედი მეგობრებო. მოვედი. აი ასე. დავიწყოთ ეხლა, ვაიმე, ტელეფონი მიჩნდება, რას ლაპარაკობ, ხო არ ღადაობ. არ გამოვა, მაი ამბავი. ვაიმე, არ არსებობს. ესე. აჰა, დავიწყეთ უკვე. ეხლა დავიწყოთ მეგობრებო. რა ხდება მის ცხოვრებაში? რა გეგმები აქვს? ფიქრები, მოქმედებები? არა, მოდი ჯერ თქვენს ფინანსებს გადავხედავ. მერე დავიწყებ სხვა დანარჩენს. ხო? მე მგონი ასე აჯობებს. ფინანსების თემას გადავხედოთ. ჯერ ჩვენ, ჯერ თავო და მერე სხვაო, ხო, მეგობრებო, მე მგონი ესე ჯობია. აბა ვნახოთ ეხლა რა ხდება ფინანსებთან დაკავშირებით. სიახლეებს ელოდეთ. ელოდეთ სიახლოვეს, მეგობრებო, სიახლეებს ნახეთ ფინანსებთან დაკავშირებით. ეხლა თუ კი გაინტერესებთ, კი მეგობრებო, ყველაფერი გექნებათ ძალიან კარგად. ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. ძალა მოგემატებათ, ხალისი მოგემატებათ, სიტუაცია შეიცვლება, აქამდე თუ კი არ გქონდათ რაღაც იმედი, ხო, დაბალანსდებით, ბალანს ნახავთ, ფინანსები მოიმატებს, სამუშაოს თუ ეძებდით და გაინტერესებდათ, იშოვით თუ არა სამსახურს, გეტყვით იმას, რომ იშოვით კი, სამსახური გექნებათ, დაკავებული იქნებით, მოლაპარაკებებს აწარმოებთ, თუ კი ამაზეა თქვენი ფინანსები, რა ქვია მაგას,
დამყარებული მოლაპარაკებებზე, აუცილებლად გექნებათ მოლაპარაკება, რის შედეგადაც დაბალანსდებით, ყველაფერი წავა უკეთესობისკენ, კი, მთავარია მოინდომოთ და ეს ყველაფერი ძალიან დიდ შანსს მოგცემთ იმისთვის, რომ მყარად დადგეთ ფეხზე. კიდევ, მაინც ვკითხავ კიდე, ფინანსები. თქვენი ფინანსები. ხო, კი, მეგობრებო, კი. კი, როგორ არა. აუცილებლად გექნებათ. ნახეთ, თუ კი აქამდე ძალიან ნერვიულობდით, თუ კი გეგონათ ყველაფერი დამთავრებული, თუ კი რაღაც პერიოდი გაიჭედეთ და რაღაც ისე ვერ იყო, როგორც თქვენ გინდოდათ, აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ, ამიტომ იმედი არ დაკარგოთ. ესეთია ჩვენი მოკლე პასუხი ფინანსებზე. და ვიწყოთ ახლა სხვა დანარჩენი. აიმე რა ხდება? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. მოდით ახლა დავიწყოთ. ვინ გვემტერება? ვინა ჩვენი მტერი? მაინც, რადგან იყო კითხვა. ვინა ჩვენი მტერი? დავიწყოთ ახლა. ვინა თქვენი მტერი? რა მოვა პირველი? ვინა თქვენი მტერი? ვინა თქვენი მტერი? თქვენი მტერი ახალ შესაძლებლობას ეძებს, რომ ისევ თქვენთან ატაკაზე გამოვიდეს. ეხლა უყურეთ, ეს შორებელი ადამიანი არა. ეს არის ოჯახის ახლობელი ადამიანი, ეს ოჯახის კარტია. თქვენი მტერი არის ის ადამიანი, ვისთანაც უშუალოდ ხშირი კონტაქტი გაქვთ, მეგობრებო. მოდი ესე ავხსნი. ეს ადამიანი ეხლა შეიძლება თქვენთან კონტაქტობდეს, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი ახლა, რომ სულ ყოველთვის მეთქინ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის ახლობელი, ახლოს მყოფი ადამიანი. ეს შეიძლება ახლა იყოს მამაკაცის. კიდე ვინა თქვენი მტერი? თქვენი მტერი არის ის, ვისთანაც ამ ბოლო დროს კამათი გქონიათ. აბა მეგობრებო, ეხლა დამარკავდით, ვისთან გქონდათ კამათი, რაღაც შეკამათება, რაღაც უკმაყოფილება, რაღაც გაურკვევლობა, გაუგებრობა. ხო, შეიძლება ზოგთან დიდი დოზით იყოს ყველაფერი, შეიძლება ზოგთან უფრო რაღაცნაირი პონტი იყო. მოდი ესე ვიტყვი ჟარგონულად. ეს ადამიანი ეხლა ახალ შესაძლებლობებს ეძებს, თითქოს თქვენთან ისე გამოვიდეს კონტაქტი, თუ რა დავარქვა არ ვიცი და ახალი მეთოდით შემოგიძვრეთ რო იტყვიან. კიდევ ხო, იმიტომ რომ არასრულ ყოფილობაში იმყოფება. კი, ეს ადამიანი ბევრი შემთხვევაში არის მამაკაცი. მამაკაცი. კიდევ ვინაა თქვენი მტერი? ზოგიერთი შემთხვევაში პარტნიორი, ყოფილი პარტნიორი. კი, ეხლა უყურეთ რა ხდება მეგობრებო. არ გამოვრიცხავ რომ ეს კიდევ თქვენც იყოთ და ერთიანობაში მეუბნება რომ ეს ადამიანი თქვენ ერთად იყავით. ეს არის პარტნიორი, ზოგიერთებთან შეიძლება ეს კიდევაც პარტნიორიც იყვეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კი. ოჯახის ახლობელი და შეიძლება იყოს კიდევ პლუს პარტნიორიც, რომელიც ეხლა არის გაუბედურებული და ამ ყველაფერს ხო გეუბნებით თავის გონებაში ატრიალებს. კიდევ, კი. რაც შეეხება იმას, რომ თქვენ აუცილებლად გაიგებთ ვიღაცაზე ცუდ ამბავს, ამ ცუდ ამბავს მოგიტანთ ამ მტერის აი ეს მტერი თუ მტრები რო დამარცხებულად იგრძნობენ თავს, ანუ რო დამარცხდნენ, რაღაც ამდაგვარ ამბავს გაიგებთ, რაღაც ახალ ამბავს გაიგებთ, მნიშვნელოვანი იქნება ეს ამბავი თქვენთვის. ან შეიძლება ელოდებით რაღაც ამბავს და იმ ამბავს, რასაც ელოდებით, აუცილებლად გაიგებთ. გაიგებთ იმას, რომ საფრთხეში არიან, გაიგებთ იმას, რომ
თქვენი მტრები ძალიან ისეთ სიტუაციაში არიან, რომ საკუთარი თავის სასარგებლოდ ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადატანა უწევთ. ამ ადამიანებს ან ამ ადამიანს შეიძლება ერთი იყოს და შეიძლება რამდენიმე, რადგან ადამიანები ვთქვი შეიძლება ბევრიც იყოს ზოგიერთების შემთხვევაში. ამ ადამიანებს ძალიან უნდათ რომ დაივიწყონ წარსული, თითქოს არაფერი მოხდარა. ხო, და იცით რა ხდება? აი სულიერად ძალიან ისე წაქცეულები არიან, მეგობრებო, ხო? ფეხზე ვეღარ დგებიან იმ სიტუაციაში არიან. თუმცა ეს ხართ თქვენ და ესაა თქვენი გამარჯვება. თქვენ იცით როგორ ხართ? ამ თქვენს მტერს თუ მტრებს პირს ესე გააღებინებთ, დააკეტინებთ. თქვენს ხელშია უკვე გინდათ დაიბრუნებთ, გინდათ გააძუნძულებთ უკან. ამას ამბობს. ხო. ვაიმე, რამდენი ვილაპარაკე? გემტერებათ მამაკაცი და გემტერებათ კიდევ თქვენი ყოფილი პარტნიორი. ანუ ორი ადამიანი მეგობრებო, კი? მამაკაცი და პარტნიორი. ნუ რა გავაკეთო? მამაკაციც არის და პარტნიორიც. ხო. რა ბატონო. ასია საქმე. მე მგონი გარკვევით ვისაუბრე მტრებზე. ეხლა მინდა ვკითხო დასტას. ჩემო ძვირფასებო, რა ხდება თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? შეგიძლია ეხლა ჩაიფიქროთ ადამიანი და ყველაფერს გამოვკითხოთ ახლა მისი მხრიდან. რა ხდება მის ცხოვრებაში? მისი გეგმები, ფიქრები, ოცნებები, მოქმედებები, ყველაფერი აბსოლუტურად. ხო, სათითაოდ ესე გამოვკითხოთ. დავიწყოთ. რა ხდება მის ცხოვრებაში? აი თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება? ხო, კამათი, ჭუბი, გაურკვევლობა, იგნორი, აიგნორებენ ამ ადამიანს. ამ ადამიანს შეიძლება ცილსაც წამებენ. ხო, ცილის წამება, აი სიმწარე, ძალიან დიდი ტკივილი აქვს კიდევ. არასწორი გზა. ხო, ძალიან სულიერად დაცემულია, რო იტყვიან მეგობრებო. სულიერებიდან შორსაა. აი ძალიან ისეთია. კიდე რა ხდება მის ცხოვრებაში? უმოძრაობა, უსამართლობა, ცვლილებები, უკუცვლილებები, ცუდისკენ ცვლილებები. ამ ადამიანმა შეიძლება ბევრთან გაწყვეტა კონტაქტი. ან ეს შეიძლება იყოს კონტაქტის გაწყვეტა, მაგალითად, ნათესაობასთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, ხო, არავისთან აღარ კონდეს კავშირი, ანუ ხო ხვდებით, უმოძრაოდ იყო ეს, აი არ მოქმედებდეს, არ საუბრობდეს, არ ურთიერთობდეს, კი, შეიძლება ასეც იყოს. კიდევ, რა ხდება მის ცხოვრებაში? ამ ადამიანს ძალიან უნდა დასვენება. კიდევ. ხა, არა რა ქნას. ახლა უყურეთ რა ხდება აქ. მის ცხოვრებაში ხდება ტყუილი. ეს ტყუილი არის 21-დან 35 წლამდე, +-40 წლამდე ასაკის ადამიანიდან. ეს ადამიანი მას ატყუებს. ტყუილები აქ. კი. მის ცხოვრებაში არის ტყუილები. ატყუებს. ის ვისთანაც იმყოფება, ის ატყუებს. კიდევ. რა ხდება მის ცხოვრებაში? მანიპულაციები. კარგი არაფერი ხდება მეგობრებო. არა. არაფერი არ ხდება კარგი მის ცხოვრებაში. ახალ შესაძლებლობებს ეძებს. შეიძლება ახალ ურთიერთობებს ეძებდეს, შეიძლება ახალ პარტნიორსაც ეძებდეს. თითქოს შეიძლება ახლებურად უნდა რომ რაღაცა შეცვალოს სიტუაცია. არ ვიცი ახლა, სიახლებზე საუბრობს, რომ თავისი პრობლემები რაღაც ახალი გზით მოაგვაროს. რა პრობლემები აქვს? ერთი უნდა ვკითხო. რა არის ის, რა პრობლემებიც აქვს ამ ადამიანს? რა პრობლემებზე საუბრობს? ეგოისტია, ხო გეუბნებით? დიდი ასოებით ეგოისტი. ხო. ამას აქვს პრობლემები, ვალები, ფინანსური პრობლემები, მატერიალური პრობლემები. აქ შეიძლება იყოს პრობლემები სამართალთან, ხო, ბინასთან, საცხოვრებელთან, მემკვიდრეობასთან, მოკლედ შიში აქვს ყველაფრის. ამ ადამიანს აქვს პრობლემები თავის ოცნებებთან, სურვილებთან, იმედებთან, გაუცრუდა იმედი, არაფრის იმედი აღარ აქვს. აუხთენელი ძალიან ბევრი სურვილი აქვს. ჩეებსა ისტორიებში, სხვა რამეზე აღარ ვლაპარაკობ. კიდევ. მომავალი შესაძლებლობები, რომლებსაც აძლევდა უფალი და სამყარო, ან უფალმა მიცა მეგობრებო მას,
თქვენი სახით ის აღარ აქვს, ამიტომ არაფერი აღარ აქვს. არ აქვს და არც ექნება. ამას ეუბნება სამყარო, არ გექნება. დამთავრებულია. ამ ადამიანმა ძალიან კარგად იცის ის, რაც მას ბავშვობაში სურდა. ბავშვობის ოცნებები, არაფერი აღარ აუხდება. ძალიან კარგად იცის. კიდევ. რა პრობლემები აქვს ამ ადამიანს კიდევ? ბალანსი აქვს დაკარგული. ხო? დაკარგული. ბალანსი დაკარგა მოულოდნელად. თითქოს მოულოდნელად მისი ცხოვრება შეიცვალა. თვალის დახამხამებაში მეგობრებო. აი ასე შეიცვალა მისი ცხოვრება. კი? ჩამოეშალა თავზე ყველაფერი კიდევ. რა პრობლემები აქვს? კამათი, ჩხუბი, გაურკვევლობა, ოჯახური პრობლემები, არეულდარეულობა. ამ ადამიანს ეგონა რომ გაიმარჯვებდა თავის ცხოვრებაში თავის საქციელებით, ხო, მაგრამ ეხლა რა ხდება უყურეთ. შურმა უფრო ძლია მას. იმდენად შურითაა დაბრმავებული, გაცეცხლებული, დაბოღმებული, მეგობრებო. ეს ადამიანი შეიძლება შორიდან გეპრანჭებათ. ეს არის ღვაძლიანი, შურიანი და ისეთი ადამიანის ტიპი, რომ ეხლა თვითონ არის მოტყუებული და შურის ძიება უნდა თქვენთან დაკავშირებით. საცოდავი მისი დღე. კი ბატონო, შური. რას გვეტყვის შურთან დაკავშირებით? სიძნელეების სირთულეები, დეპრესიები, უბედურება, გაუტანლობა, თითქოს დამარცხებული გრძნობს თავს, როგორც იცით, განადგურებულია მეგობრებო. არაფერი აღარ აქვს. არა, მაგრამ ამას არ იტყვის. ამას არ იტყვის. ყველაფერი დაკარგა და ეხლა შური და ბოღმა რას უშვება იცი? ჭამს. ეხლა მინდა ვკითხო. რა გეგმები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით? რა გეგმები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით? რა გეგმები აქვს თქვენთან დაკავშირებით? ისი გეგმები. მეგობრებო, წარმოგიდგენიათ რას ფიქრობს? თქვენ გაბრალებთ ეს ადამიანი ბუმერანგი. ბუმერანგის გეგმები აქვს. ამ ადამიანს იმდენად ცუდად აქვს საქმე, თქვენ გაბრალებთ და ამ ადამიანს უნდა რომ ბუმერანგი დაგიბრუნდეთ თქვენ. საცოდავი მისი დღე. რა გეგმები აქვს ამ ადამიანს? ხო, ხო გეუბნებით. ხო გეუბნებით. ხო. ისი გეგმები. კატასტროფა, სიძნელეები, სირთულეები. ხო, რა ვქნა? უხჩახრილი ამისთვის შეიძლება შრომობდეს, შეიძლება ლოცულობდეს, შეიძლება ძალიან დიდი სურვილი ქონდეს იმის, რომ ქვემოდან რა კარტია. თითქოს რაღაც სიტუაციის შეცვლა უნდა, ტენდენციის შეცვლა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. არ გამოსდის მეგობრებო. არა, არ გამოსდის და არც გამოუვა. არ გამოუვა. გეგმა. გეგმა აქვს ამ ფერის ასწავლით მინდას. კიდევ მისი გეგმები. მისი გეგმები. დაცილება. მეგობრებო, ამ ადამიანს იმ სტაბილურობაში ეხლა იქ სადაც იმყოფება, იქედან წამოსვლა უნდა. იმ ურთიერთობის დატოვება უნდა, იმ სიტუაციის დატოვება უნდა, იქედან წამოსვლა უნდა. იმ სტაბილურობაში ეხლა რაშიც იმყოფება, ის მას აღარ მოსწონს. ნახეთ, ეს თვითონ სტაბილურადაა იქ, მაგრამ იქედან აქედან ორივე დაშორების და განქორწინების სურათია, ამიტომ იქ სადაც არის, ეს მას არ მოსწონს, აღარ მოსწონს. აღარ უნდა. ამიტომ იქედან წამოსვლა უნდა. ეს არის განქორწინების, ეს არის დაცილების და ამბობს რომ ეს იყო ჩემი არასწორი გზა, რომელიც ჩემი არჩევანი, რომელიც იყო არასწორიო, დედას ფიცავარ, ამას ამბობს.
ხო, ამიტომ ძალიან ცუდათაა. ისი გეგმებია იქიდან წამოსვლა. რას ფიქრობს ისე? თავის აქციელზე. რას ფიქრობს თავის აქციელზე, მეგობრებო? საინტერესოა. თავის აქციელზე რას ფიქრობს? ნეტა. ცუდათაა, ვერაფერს ვერ ფიქრობს. მოტყუებული დარჩია. ხო, იცით როგორაა ეხლა? აი ნახეთ ეხლა. თუ იყო ასე თქვენთან, ქალბატონივით, ეხლა არის ამოყირავებული, ნახეთ, მისი სტაბილურობა ამოყირავდა. დამთავრდა კინო. ხო, რას ფიქრობს? რას ფიქრობს? მეგობრებო და წარსულის დავიწყება უნდა და დაბრუნება უნდა თქვენთან. ამბობს რომ დრო ყველაფრის მკურნალია, ლენჩი. ლენჩო რა, დრო ყველაფრის მკურნალია. ეს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი შეიძლება აქ იყოს ახლა და გვისმენდეს. მაგრამ უყურეთ ახლა რა ხდება. თქვენ ხო ჩვენ ახლა იმიტომ ვაკეთებთ ამას რომ გავიგოთ ხო მეგობრებო რაღაცნაირად მისი სიტუაცია. თვითონ იმას კი არ ფიქრობს რომ ჩვენ მასზე ვსაუბრობთ. თვითონ იმას ფიქრობს რომ თქვენზე ვსაუბრობთ. ანუ იგივე ფიქრობს. ჩვენ ხო მასზე ვაკეთებთ, იმას გონია რომ ჩვენზე ვაკეთებთ. ანუ რაფერ მოგაწოდოთ ახლა სხვანაირად იგი აზრი ხომ არ მეტყვით. თვითონაც აქ არის მოკლედ. ამის თქმა მინდა. დაძვრება ესე ტაროლოგებთან და ამბებს გებულობს. თუ როგორ ხართ თქვენ? როგორ მიმოქმედოს? ხო? კი ბატონო. ხო. ამას ფიქრობს ახლა. თუ როგორ იმოქმედოს, როგორ მოიქცეს? ბატონო. ხო, როგორ დაიწყოს ახალი? ბატონო, ახალი. სიახლეები. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ სიტუაცია შეცვალოს. ხო, თან იცით როგორ დაგეგმილათ. ხო. თან უნდა რომ გამარჯვებული გამოვიდეს. და რა უნდა იცით? ერთი ნაბიჯი წინ, ერთი უკან. ერთი წუთით მეგობრებო პაზლი ჩავსვა. ეს კაიდე იყო TikTok-მა მოკლედ რა. ამის მეტი ვერაფერი მოიფიქრეს. ისე ვერ გავაკეთე. აჰა, ავაუფალს. ხო და ნახეთ მეგობრებო, ეხლა რას დაიწყებს? ფიქრი აქ ესეთი, მაგრამ მოქმედება იქნება იცით როგორი? ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან, მაგრამ ჯერ ეს ერთი ცალიფეხით დამბულია იქ, ეს ერთი. მერე მეორე ჯიბეში ხელ ჩაწყობილი, არ გეგონოთ რაიმე გააკეთოს სხვა? არა, ნახეთ, ჯიბეში ხელები როგორ აქვს ჩაწყობილი. მოვა ესე ჯიბეში ხელ ჩაწყობილი და არაფერს არ გააკეთებს. უბრალოდ ესე დაგელანდებათ მოჩვენებას ავით. ხო, ოჯახში დაბრუნება უნდა, რას ლაპარაკობთ? ხო. აქამდე შანსი ვერ გამოიყენა. ეხლა უნდა შანსის გამოყენება. ეხლა უნდა რომ თავისი შეცდომები გამოასწოროს. ხო, ნუ რა ვქნათ ახლა? ნუ რა ვქნათ? ხო, რა ვქნათ? რა ვქნათ? სხვას ვარ აბრალებთ. მის თავს არ აბრალებს. არა. თავის თავს არაფერს არ დააბრალებს. როგორ შეიძლება? თუ მოსწავლე აჯობებს მასწავლებელს, თავს მოუჭრი მასწავლებელს. თუ მასწავლებელი აჯობებს მოსწავლეს, მაინც მასწავლებელს მოუჭრი თავს. ეს მასწავლებელი თქვენ ხართ. ამიტომ ყველა ვარიანტში თავი მოგჭრათ თქვენ. ბატონო. კიდევ. მისი ფიქრი და მოქმედება. ისევ ამოვიდა. ამ ადამიანს უნდა თავიდან დაწყება ყველაფრის. მისი მოქმედება. ხო, ბატონო, კონტაქტზე გამოსვლა უნდა. მე არ ვიცი ხა ამას რა დროის ვადაში აპირებს, მაგრამ ეკონომიურად. ჯერ ეს ერთი მოდი იმას ვიტყვი, რომ ეს ადამიანი თვითონ შეიძლება ეკონომიურად ცხოვრობდეს, ისეთი გაჭირვება აქვს. ტვინით გაჭირვებულია, ამას ქვია ტვინით გაჭირვებული.
ხო, ამიტომ რომ რამდენჯერაც გადადო თავისი მომავალი შესაძლებლობები, არ გააბარტყუნაყურები, არ შეიწუხა თავი, არ დაივალდებულა თავი. ხო, ამ ადამიანს ყოველთვის ეგონა რომ კოკა მოუტანდა წყალს, მაგრამ ჩვენ ბოდიში ახლა, ხო. ეხლა ძალიან ეკონომიურად ცხოვრობს. იქნებ საჭმელი არ აქვს, იქნებ სასმელი არ აქვს, იქნებ ტანსაცმელი არ აქვს, იქნებ ვერ მიდის და ვერ მოდის, ეს ისედაც გვითხრა თავში, რომ თავის მამის ჭკუაზე ვეღარ არის. ხო. ამიტომ ხო. ეკონომია. ძალიან რთული სიტუაცია აქვს ამ მხრივ. ძალიან ნერვიულობს. მინდა გითხრათ, რომ თავის ეკონომიურ პრობლემებს ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ აგვარებს. ვერც ეკონომიურს, ვერც ფიზიკურს, ვერც მორალურს, ვერც ფსიქოლოგიურს და ვერც მატერიალურს. ვერაფერს ვერ ახერხებს, ვერაფერს ვერ აკეთებს. ფიქრი მოქმედება მისი. ამ ადამიანს შეიძლება უნდოდეს თქვენთან კონტაქტზე გამოსვლა. გახსოვთ, ეს კარტი თქვენთან ამოვიდა და ამბობდა, რომ ვიღაც ამბავს მოგიტანს. ვიღაც ამბავს მოგიტანთ მეგობრებო, ასე რომ იცოდეთ, რომ მნიშვნელოვან ამბავს ელოდეთ ვიღაც ადამიანიდან და ეს ამბავი რაღაც კარგი იქნება თქვენთვის. ან ამ ამბავს ელოდებით კი, ან გაგიხარდებათ იმ ამბავის გაგება და იცით რა სიტყვით? სამართალმა პური ჭამაო. ამას იტყვით. თქვენ ისეთ ამბავს გაიგებთ, რომ იტყვით სამართალმა პური ჭამაო. კი, ბუმერანგის თემაა ზუსტად დოჩი. თქვენთან ხო უნდოდა ბუმერანგი ამ საწოდას? ხო? თქვენ გაიგებთ პირიქით. კი, ასე იქნება ზუსტად. მეგობრებო, სამყარო ჩალით დახურული არასოდეს არ გეგონოთ. უბრალოდ დროის საკითხია, როდის ვერ გეტყვით, დრო არ აქვს სამყაროს. უფალს დრო არ აქვს. უფალმა კარგად იცის, ვის რა პასუხი გასცეს. ამიტომ თქვენ არ უნდა ინერვიულოთ. კიდევ მისი ფიქრი და მოქმედება. რას უნდა ელოდეთ? რა მოქმედება, მეგობრებო, რის მოქმედება? არასრულყოფილებაშია ადამიანი, ნერვიული ფონი აქვს ადამიანს. იცით რა? ზოგადად ეს ადამიანი შეიძლება იცით როგორია? ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს თავის აქციელზე, თავის ნათქვამზე. თავის ნათქვამა ადამიანია, მას რომ თვითონ რო იტყვის, წყალი აღმა მიდისო, მას გონია რომ წავა. ხო, წავიდა წყალი აღმა. ხო და ეხლა ის აღმა წასული წყალი მიხელა ნაკადით მოუბრუნდება უკან, რომ წალეკავს დედაბუძიანა. ხო. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ცა მიწად ჩამოუვამ საწოდავს. არ გეგონოთ სხვანაირად მოხდება რამე. არა, თავზე დაემხობა ყველაფერი. ნახეთ? ეს არის ესეთი სურათი, შედეგებს რომ მალე ელის ადამიანი. თავის ნაშრომს, ნაკვდავს, ნაწვალებს, იმ ენერგიას, იმ სიყვარულს, იმ ყველაფერს, რასაც რაღაცაში ჩადებს, ან ვიღაცაში, ან რაღაცაში და შედეგები უკვე ჰა, კარზე აქვს მომდგარი სასიკეთოდ. აი, ეს ყველაფერი ამოყირავებული აქვს ამ საწოდას და ეს აღმაწასული წყალი ეხლა იმ ხელანაკადით მიდის მისკენ, აი თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ უბრალოდ. სულ ბრძოლებშია ეს საწოდავი. თქვენ ხო გებრძოდათ და გებრძოდათ. ეხლა კიდე ვიღაცას ებრძვის. უბედური მისი დღე, უასოზია ყველაფერი. მოგეუბნებით, უარყოფითი ტენდენციები, უასოზია ყველაფერი. ჯერ ერთი იმას ვიტყვი, ნახეთ, მყარზე ვენოკია. აი ხო გეუბნებით. ამ ადამიანს თქვენ თუ უყურებთ, რომ კარგათაა გარეგნულად, არ იფიქროთ მეგობრებო, ამაზე არ ინერვიულოთ. მყარზე ვენოკია. ეს არ გაჩვენებთ თავის ნამდვილ სახეს. ამ ადამიანს კიდევ ეშინია თქვენთან მოსვლის და რატომ? ხო არ ყავთ ვინმე, ხო არ დააგვიანდა, ხო არ დაოჯახდით, ხო არ დაფეხმძიმდით, ხო არ იშვილეთ, ან ხო არ გააჩინეთ, ან რაღაც ამდაგვარი, მეგობრებო. ხო არ წევხართ უკვე სხვასთან. ამ სურათს რომ შევხედე რაღაცა ისეთი შტაბეჭდილება დამჭა ფეხებით ზევით. მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის, ხო არ წევხართ ვინმესთან? ამას ფიქრობს. პირდაპირ გაგებით დედას ფიცავარ, ეს დავინახე, ამას ფიქრობს. ზუსტად. დეგენერატი.
კარზე ვენოკია. მოსაკითხავია ნეტა ცოცხალი თუა. აი საწოდავი. რას უნდა ელოდოთ მისგან? მოდი ახლა ვკითხავ ესე. მისი მომდევნო ნაბიჯები. რა იქნება მისი მომდევნო ნაბიჯი? უპასუხისმგებლობა, სხვა არაფერი. გულგატეხილობა, სხვა არაფერი. ამიდან სხვას არაფერს ელოდეთ. რა იქნება მისი მომდევნო ნაბიჯები? ტყუილები ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს ადამიანი სანდო არა? გაუგებრობა. რა იქნება მისი მომდევნო ნაბიჯები? ზედაპირული სიტუაცია. ანუ პასუხისმგებლობით არა, მეგობრებო. ჰარი-ჰარალეზე, აი გამომივა თუ არ გამომივა, მაინც ვცდიო რა, ანუ აი ესეთი სიტუაციით. ისი ხო, არა, მეგობრებო. ამ ადამიანს აქვს პრობლემები. ეს პრობლემები შეიძლება იყოს ჯანმრთელობის, ფიზიკური, მორალური, ფსიქოლოგიური, მემკვიდრეობის პრობლემა და პრობლემების სამართალთან. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს გულის პრობლემაც. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს საცხოვრებელის პრობლემაც. ამ ადამიანს შეიძლება სჭირდებოდეს ადვოკატი, ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. ხვდებით ხო? ან ქირურგი. არ ვიცი ხო? ვის რა? ხო, ზოგ შეიძლება ყველა ერთად კონდეს და ზოგ შეიძლება რამდენიმე. ან ზოგ შეიძლება ერთი რომელიმე. ინდივიდუალურები ვართ, მეგობრებო ადამიანები, ამიტომ თქვენი სიტუაცია აიღეთ. თქვენ ძალიან კარგად ხვდებით, ეხლა მე რასაც საუბრობ. კი, თქვენ ყველა ძალიან კარგად მიხვდებით. თქვენსას აიღებთ კი. მოკლედ, ამ ადამიანს იმდენი პრობლემა აქვს, რომ ეხლა თუ დაურეკავთ მას და დაეხმარებით, მადლია. წახლის კარტი. ხო არ ჩააკითხავდით ისე, რამე? გელოდებათ ისე კი? შტერი ხო ხედავთ? აქეთ მოსვლაზე აღარა საუბარი, იქეთ გელოდებათ. ცხენზე ამხედრებული პრინცი, თუ პრინცესა. ახლა დაახვიეთ აქედან მეგობრებო. დაგაზეთ მისკენ, მაპატიეთ ახლა ესეთ საუბრისთვის, მაგრამ კი გელოდებათ. სწავლით თუ გინდათ. გელოდებათ კი. თან ისე ერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა არ დაიჯერებთ რასაც ვიტყვი, მაგრამ თითქოს სირცხვილის გრძნობამ შეაწუხა, ხო იცით? კი. სირცხვილი იგრძნო, კი. იგრძნო ის რომ დააშავა. ერთი არო არ აღიარებს ახლა, მაგრამ თავისთვის მეგობრებო ძალიან კარგად ხვდება, კი. იმდენად გაუბედურებულია ისა ცოდავი, ხო? მიხვდა რომ დააშავა. ხო. მიხვდა რომ დაგიშავათ, დაგკარგათ და როდის მიხვდა იცი, რომ დაგკარგათ მერე მიხვდა. მანამდე ვერა. სად მიდიხარ დავით? იმედი არ მოუშალოს წავალო. ხო, მეგობრებო, ესეთია მისი სურვილი მოქმედების. ხო, ისე ბოლო-ბოლო ეხლა მინდა ვკითხო კარტს. მოდი ეხლა შევეკითხოთ ტაროს. საშიშროებას თუ წარმოადგენს ეს ადამიანი, რამდენად სანდოა თქვენთან რომ მოვიდეს? აი თქვენთან რომ მოვიდეს, რამდენად სანდოა თქვენთვის. დაფიქრდეთ უნდა. თქვენ კარგად უნდა დაფიქრდეთ. უყურეთ ახლა თქვენ მეგობრებო, ძალიან კარგ სტაბილურობაში იმყოფებით. ბევრ თქვენთაგას თქვენი სამუშაო გააქვთ, თქვენი სტაბილურობა გააქვთ. თქვენ თვითონვე ნახულობთ გამოსავალს სიტუაციიდან. თქვენ უკვე ისე ხართ აწყობილი, თქვენი გეგმებით, მიყვებით უკვე თქვენ ცხოვრებას. მე თუ მკითხავთ ახლა, ხო? ეს ადამიანი თქვენთვის არაფერი აღარა უკვე. კიდევ. ხო. თქვენთვის რა? თქვენი ცხოვრებით ხართ დაკავებული, ასე რომ თქვენ თვითონვე აღარ გაინტერესებთ ეს ადამიანი, თქვენ იმდენი სურვილი გაქვთ ახლა თქვენთვის ჩაფიქრებული, რომ სად მცალია მაგისთვისო ასე მეუბნებით. ხო,
თქვენთვის ბალანსში ხართ. ბალანსი გაქვთ უკვე. ის რომ თქვენთვის საშიშროებას წარმოადგენს ეს ადამიანი, ამ წუთას გეტყვით იმას, რომ თქვენ ამიდან განთავისუფლებული ხართ. ეს ადამიანი თქვენგან წასულია. ეს არის თავისუფლების, განქორწინების, გაგების, განკურნების. თქვენ უკვე განკურნებული ხართ ამ სცენიდან, ამ ავადმყოფობიდან, რაც ამ ადამიანმა დაგიტოვათ, ასე რომ უკან თუ დაიბრუნებთ, კი ბატონო, საშიშროებას წარმოადგენს იმ შემთხვევაში. თუ კი დაიბრუნებთ, სხვა შემთხვევაში არა, ესეთია პასუხი. თქვენ თუ არ გადაუხვევთ ამ თქვენი სურვილებიდან და ოცნებებიდან, ძალიან კარგ გზას ადგახართ, მეგობრებო. ხო, რჩება თქვენ, რას გირჩევთ? კარტი. რას გირჩევთ კარტი? ძალა თქვენს ხელშია. როგორც იმოქმედებთ, ისე წავა თქვენი ცხოვრება. როგორც გაუძღვებთ თქვენ ცხოვრებას, იქნება ისე. რჩება თქვენ მეგობრებო. ცუძე არ იფიქროთ. არა. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება ახალად ცადოთ, გააგრძელოთ თქვენი ცხოვრება და თქვენი ცხოვრებით დაკავდეთ ამას ამბობს. თქვენი ბედი თქვენ თვითონვე ეძებოთ. ხო. იმას რაშიც მოდი გადაყარეთ ფული, დრო და ენერგია, ამაზე აღარ ინერვიულოთ. არა, დამთავრებულია, მეგობრებო. ეს თემა დახურულია. ეს ისაა, რომ ეს უკვე ძალა გამოცლილი გდია, არაფრის თავი აღარ აქვს. თქვენ კიდევ ამ ადამიანს ელოდებით. ეხლა როგორ ფიქრობთ, ეს თქვენ ხართ და ეს ის. როგორ ფიქრობთ ახლა ეს მოვა თქვენთან, მეგობრებო? როგორ ფიქრობთ ახლა? როგორ ფიქრობთ? ამ ადამიანმა თქვენთან შანსი ვერ გამოიყენა. არა. ამ ადამიანმა, თქვენთან დასვა წერტილი. მას ეგონა რომ თქვენ გაგჭყლიტათ, მეგობრებო. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? დაამთავროთ უნდა, დამთავრებულია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ კამათი, თქვენ გამოკამათობს ეს ადამიანი, როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენი ცხოვრების ახალი შესაძლებლობები უნდა ეძებოთ, ახალი გაცნობები უნდა ეძებოთ, ახალ ადამიანებს უნდა დაუმეგობრდეთ, სიახლეებს უნდა ეძებოთ, სიახლეები უნდა ეძებოთ. წარსულში აღარ უნდა იქექოთ, მეგობრებო. მომიტევეთ ახლა ესეთი საუბრისთვის, მაგრამ ხო, ბევრი არის რომ წარსულში აქ ჯერ კიდევ დარჩენილი. ახლა არ გამომიხტეთ აქ და ვინმე არ დამიწეროთ კომენტარებში, სუდად საუბრობ, ხო. ხოთაშორის კებს არ ვღეჭავ დღეს. მიწევს ერთი მსმენელი, რომელიც დავბლოკე. ნამეტარი ცუდად ღეჭავ კებს, მინდა და ვღეჭავ. როგორც მინდა, ისე ვღეჭავ. მინდა ისე დავღეჭავ და მინდა ასე. მინდა ბუშტებს გავბერავ და მინდა რასაც მინდა იმას ვიზამ. ხო, ასია ბატონო. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, სხვისი ცხოვრება არ მაინტერესებს. ამიტომ, როგორც მინდა, ისე დავღეჭავ კებს. თავარია მე ვისი ამოვნა. რა ვქნა მეგობრებო? ამ ჭკუაზე დავდექი. 7 წელია ვიმუშავე საკუთარ თავთან და ამ ჭკუაზე მოვედი, რომ როგორც მე მინდა, ისე იქნება ჩემი ცხოვრება. ისე არა სხვას რომ უნდა. კი ბატონო, ან ამსკროლოს, რა თქმა უნდა. აბა რა? მინდა გადავყლაპავ ამ კებს, რამდენჯერ გადამიყლაპია ბავშვობაში, გადამცდენია და მინდა რა ვიცი, რასაც მინდა იმას ვიზამ. ვისი რა საკითხავია, კაცო? მაპატეთ ახლა ესეთ საუბრისთვის. კევი იმისა რომ ბუშტი უნდა გაბერო, აბა რა? გემრიელია თან. ხო, აბა რა? კევი მაგისია რომ ბუშტი გაბერო. ვერ გავიგე ახლა. ბავშვები თუ სოსკას ღეჭავენ, მე ვღეჭავ კევს. სასწაული თუ გინდოდეს. ხო, რა თქმა უნდა. გაიხარეთ, ღმესი მადლობა. მადლობა ყველას. მეგობრებო, ესეთი იყო ტარო. ჩვენი ძვირფასი ტაროს ინფორმაცია იყო ესეთი. მოდი ახლა ვკითხოთ ერთი ჩვენს ასტრაბარათებს. რას ყოყმანობს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? მოდი იმ ადამიანების სასარგებლოდ, ვინც ელოდება, მე ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მე თქვენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მეგობრებო. არ გეგონოთ, რომ ვინმეს რაიმეს ვაძალებდე. უბრალოდ თვალები მინდა აგიხილოთ, მეტი არაფერი.
თორე თქვენი ცხოვრება როგორც გინდათ ისე წარმართავთ. ამას ვერავინ ვერ დაგიშლით და ვერც დაგაძალებთ. ვისთანაც გინდათ იმასთან იცხოვრებთ. ეს არის თქვენი ცხოვრება. ერთხელ მოვდივარ, ეს თქვენი ცხოვრება. ერთხელ მოვდივარ და როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ. ხო, მე სხვას ვერაფერს ვერ დავაბრალებ. ეს კარგად ვიცი. დანარჩენი ჩემი საქმეა, რას ვიზამ. ამიტომ, როგორც გინდათ ისე იცხოვრებთ. მე ვაფასებ ყველას გადაწყვეტილებას, ასე რომ ეს თქვენი ამბავია. რა შევეკითხე, რა ვთქვი წეგან ასტრაბარათებზე და დამავიწყდა. მოდი ასტრაბარათებს ვკითხოთ ახლა. რა ვთქვი მეგობრებო წეგან? დამავიწყდა. რა თქმა უნდა, ერთხელ ვართ ამ ქვეყანაზე და ჩვენი ცხოვრებით და ჩვენი ბედნიერებით გვინდა ვიცხოვროთ. დავიწყოთ ახლა. ნუ კაი, რასაც გვეტყვის ასტრაბარათები. თქვენი მომავალი ცხოვრება. მოდი ესე წეგან რა ვთქვი არ ვიცი, მაგრამ ახლა ვიტყვი იმას, რომ ასტრაბარათები რას გვეტყვის თქვენს მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ჩემთან არ ჭედავს. მეგობრებო, ძალიან მალე იქნებით გამარჯვებული. იმ თქვენი სიტუაციიდან ნახეთ როგორც პილოზეზი ხართ, ძლიერები, მოქნილები, აი ძალიან ამაყად იქნებით, გამარჯვებული იქნებით. თითქოს ხელში დაიკავებთ რაღაც თას გამარჯვების სიურპრიზ, თუ რაღაც ჯილდოს, თუ რაღაც ისეთი იქნება, რომ აი არ ვიცი, ძლიერად და მყარად. იცით რისი თქმა მინდა? თუ კი რაღაცა ნელი ცვლილებები გაქვთ ცხოვრებისეული, ერთდღელაც იგრძნობთ, რომ ეს თქვენი ნაბიჯები ნელი, მაგრამ მყარი აღმოჩნდება. თქვენ ამ ყველაფერს ცოტა მერე იგრძნობთ კი. თუმცა ახლა დაწყებული გაქვთ, უკვე მისული ხართ, მეგობრებო, ფინიშამდე. ბევრი აღარ გაქვთ დარჩენილი, ასე რომ არ ინერვიულოთ, თქვენი მომავალი ცხოვრება. აბა რას გვეტყვის კიდევ ასტრაბარათები? თქვენი მომავალი ცხოვრება. მოინდომოთ უნდა. უნდომებას ნიშნავს. ხო, ძალიან უნდა მოინდომოთ. იქნებ ვინმეს ლოცვები გაქვთ წასაკითხი, ან წმედები გაქვთ ჩასატარებელი. აი რაღაც უნდა გან ნაკურთხი წყალი გჭირდებათ, ნემსი, მახათი, პაპიროსის ქაღალდი. რაღაც ეს აზრი მომივიდა, იმიტომ რომ აქ ნემსიც არის, ხმალიც არის, შეიძლება იქნებ რაღაც გადასაჭრელი გაქვთ. რაღაც გაქვთ, მეგობრებო, რაღაც უნდა გააკეთოთ. ხმარ ისმის? მეგობრებო, ჩემი ხმა გესმით? ხო. ნარმა, მიტკალი რა გინდა მითხარიო, კი. ვისთანაც ჭედავს, გადით, ჩემო ძვირფასებო და ისევ შემოდით. ხო, ბალანსი. თქვენი მომავალი ცხოვრება ძალიან მალე დაბალანსდება. 7 ვადა, 7 რიცხვი, 7-იანებთან აკავშირში. 2 7-იანი ნახეთ. ნახეთ უბრალოდ ახლა აქ რა წერია. 2 7-იანი, 2-იანი და 5-იანი, ესე 7-იანი. 7-იანებთან აკავშირში, მეგობრებო, არ ვიცი, მაგრამ 7-იანებთან აკავშირში. 3 7-იანი. თქვენი მომავალი ცხოვრება, რას გვეტყვის ასტრაბარათები? თქვენი მომავალი ცხოვრება. ამ სატანას რა უყოთ? საწევიყოთ. დავწვათ ცეცხლში. დაგიშავებთ რამეს? აქ მაჩვენებს მეგობრებო თქვენს მტერს, რომელიც ასე უჩურჩულებს სატანა უჩურჩულებს მიდი კიდევ მიაწექიო იძახის, მაგრამ ვერაფერს ვერ გიშავებთ მეგობრებო, არა.
ვერაფერს ვერ გიშავთ, არ შეგეშინდეთ არანაირი დაბრკოლებების, არაფრის არ შეგეშინდეთ მეგობრებო, არა. უფალი მოწყალეა. ეს არის თქვენი სურვილების ასრულება. ნახეთ, ორი ანგელოზი გფარველობთ. რაც არ უნდა ცეცხლი გაჩნდეს თქვენს უკან ანგელოზები გფარველობენ, ასე რომ არაფრის არ შეგეშინდეთ და კიდევ ეს არის ძალიან მიყვარს ეს ჯადოსნური მერლინი. მერლინი არის კეთილი ჯადოქარი, რომელიც ნახეთ მეგობრებო, როგორი გამომეტყველება აქვს, ძალიან თბილი. ამ დასტაში ზოგადად არის 3 ჯადოქრის ფოტო. ესაა კეთილი ჯადოქარი, მეორე არის მორგანა ჯადოქარი, ეს ოღონდ კაცი ჯადოქარია. მეორე არის მორგანა ქალი ჯადოქარი. ერთი წუთით, ეხლა გაჩვენეთ კიდევ. ვიცი რომ იცით, მაგრამ მაინც მინდა გაჩვენოთ. ხო, ესაა მორგანა კეთილი ჯადოქარი და კიდევ არის ერთი საზიზღარი ჯადოქარი, ეს რომელიც არის შავი მაგი. ხო, ასე რომ მინდოდა მეჩვენებია. ამოვიდა ეს კეთილი ჯადოქარი. ეხლა რა მინდა გითხრათ? ეს კეთილი ჯადოქარი თითქოს თქვენს საკეთილდღეოდ მეგობრებო, ნახეთ ეგ როგორაა ბზარი გაჩენილი და ორი ვაშლი აგერ გდია თუ დევს, არ ვიცი. ნუ ამ მერლინის მხარეს ბზარი არის გაჩენილი და თავისკენ ეს ორი ვაშლი არის. ანუ უყურეთ ეხლა რა ისი თქვა მინდა. ეს ადამიანი თითქოს გფარველობს თქვენ სიტუაციას, ან თქვენ და თქვენს პარტნიორს. ხო, ნახეთ, ეს დევს უბრალოდ იატაკზე თუ მიწაზე, მაგრამ დაშავებული და რაიმე არაა, განადგურებული არაა, რადგან მის მხარესაა. ეს ადამიანი თითქოს თქვენ ცხოვრებაში გაჩენილ ბზარს, იცით როგორაა? აი როგორ თქვა, მოკლედ თქვენ გიცავთ რა ეს ადამიანი, არ ვიცი ხა ვისთან როგორი შემთხვევაა, მაგრამ ეს არის კეთილი ჯადოქარი, რომელიც არაფერს არ უშავებს, პირიქით ადამიანებს ეხმარება, ვისაც ნამდვილად ჭირდება მისი დახმარება. ამიტომ იმედი იქონიეთ, რომ არსებობს თქვენ ცხოვრებაში ადამიანი, ან გამოჩნდება ეს კეთილი ჯადოქარი, რომელიც აუცილებლად დაგიცავთ და დაგეხმარებათ მეგობრებო. არ ინერვიულოთ. ეს ადამიანი საჭიროების დროს გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. კითხვაზე პასუხები არ მაქვს, ჩემო მეგობრებო. და კიდევ ერთი სურათი მინდა მოვიღო. კიდევ ერთი სურათი. და ბოლოს. დებილი. აი ესეც აქ არის. უახლოესი მომავალი. თქვენი მომავალი იყო ესეთი კითხვა და ესეთი თემა ამ დასტასთან დაკავშირებით ასტრაბარათებთან. თქვენ მომავალში, უახლოეს მომავალში, ეს თქვენი ყოფილი პარტნიორი მოძუნძულდება ესე თქვენს კარის ზღურბლთან, ესე მოგიკაკუნებთ. კაკუ, მოვედი. ხო. გამიღებ კარებს, ასე გეტყვით. მიმიღებ, ან ასე იტყვის. მოჟნა იმიტომ რომ მეგობრებო, სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, ჭერი არ აქვს, ტანსაცმელი არ აქვს, საჭმელი არ აქვს, არაფერი არ აქვს. ამიტომ მოძუნძულდება თქვენთან. თქვენთან მოძუნძულდება უყველაფროდ. ასოზე აქვს ყველაფერი ამ ადამიანს. ამიტომ სხვაგან წასასვლელი არ აქვს. ამას არავინ არ მიიღებს, მას გონია რომ თქვენთან აქვს მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მიიღებთ თუ არა ამ ადამიანს. მე არ ვიცი ხლა ვინ მიიღებს და ვინ არა. ხო. ვინ მიიღებს და ვინ არა. ვინ ელოდება და ვინ არა, მეგობრებო. ეს თქვენი გადასაწყვეტია და თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, ისე წაიყვანთ თქვენ ცხოვრებას. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ისე. გინდათ მიიღებთ, არ გინდათ არ მიიღებთ. ხლა მინდა ვკითხო, ვინც კეთილი ჯადოქარი. ზოგადად ეს ხართ თქვენ და ეს ადამიანი ზოგადად არაფერს არ აკეთებს. თავისას ელოდება, ესეც კეთილი ჯადოქარია. ეს მამაკაცია, კეთილი ჯადოქარი, ესა ქალბატონი, კეთილი ჯადოქარი, რომელიც არაფერს არ უშავებს და ესე თავის წილ ბედნიერებას ყოველთვის ღებულობს. ეს უკრავს დაირაოთ, რა ქვია მას.
და ღერის ესე ლამაზად ზის, თავისთვის კაიფობს, ღვინოს სვამს, არ აინტერესებს სხვისი ცხოვრება, არაა დაინტერესებული. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, თუ კი არის ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ბატონო, ეს არის ოქროს თევზი, რომელიც აგისრულებთ თქვენს სურვილს. ან კიდევ მეორეა, ეს ხართ თქვენ მის ცხოვრებაში, ამიტომ ეს ადამიანი თუ კი მამაკაცები მიყურებთ, ეს ქალბატონი მოვა თქვენთან და იმიტომ მოვა რომ თქვენ ხართ მისი სურვილი. სურვილების ასრულება. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხა თქვენ ხართ ეს? ხო. თქვენთვის ზიხართ, არავის არაფერს რა ქვია მაგას და მოკლედ ჩემო მეგობრებო, მე მგონი მიხვდით რასაც ვამბობ. თავი გამიბრუა უკვე დედასფიცა ვარ. ამიტომ მოვა ეს ელასტიკებში, თქვენ ხართ მისი ოცნება, თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, რომელიც სადღაც ანათებს და ნახეთ რას გეუბნებათ. მე მაინც მოვალ, ამას ამბობს აი საცოდავი. მე მოვალ, ნახე, ვარ მოვიდე, თან იმუქრება, თან იქადნება, თან როგორ მოდის ნახეთ. ყველაფერს აქცევს ეს ადამიანი. იცით როგორი ენერგიები მოდის ახლა? აი სადაც არ უნდა ჩაიაროს, წაქცევაზე რჩება ყველაფერი. ამსხრევს, ანადგურებს ყველაფერს, მეგობრებო, გავგიჟდი. ხო. აი ესეა კი. ამიტომ უფრთხილდით, გაუფრთხილდით საკუთარ ცხოვრებას, თქვენს დალაგებულ ცხოვრებას გაუფრთხილდით, თქვენ გამოსული ხართ ამ სიტუაციიდან და შეეცადეთ რომ უკან ისევ არ შეხვიდეთ, თორემ კარგი არაფერი გელოდებათ. ამიტომ ეს ადამიანი, ეს კეთილი ჯადოქრები, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში არსებობს, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით ახლა მე რასაც ვსაუბრობ და რასაც გეუბნებით, ყველა თითოეული თქვენთაგანი ძალიან მიხვდება. კი, ჩემს კითხვაზე პასუხს. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება მოვლენებს, მიაქციეთ ამ ორ კეთილ ჯადოქარს ყურადღება, ეს შეიძლება იყოს მამაკაციც და ქალბატონიც, ამიტომ თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს ორი ადამიანი. ფაქტიურად ეს გიცავთ, ეს კიდე გაჩვენებთ თუ როგორია ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება, ამიტომ თქვენ ცხოვრებას გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ და გაგაჩნიათ, რაც გაქვთ შენარჩუნებული, ეს თქვენთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს და ეს არის სიმშვიდე. აი ამას გაუფრთხილდით, რაც გაქვთ. ესაა თქვენი სიმშვიდე, ესაა თქვენი ოცნებები, ესაა თქვენი, ეს ხართ თქვენ, ესაა სამყარო და ეს სამყარო გიკავიათ თქვენ. ამიტომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ ამ სამყაროში და გაუფრთხილდით ამ თქვენს ტიტულს. ხო, უფალი თქვენ გიფრთხილდებათ, ამიტომ დააფასეთ ის და მიიღეთ ის, რასაც უფალი გთავაზობთ. ამიტომ კარგად დააკვირდით. თქვენთან რომ მოდის ეს ადამიანი, ხა შედარებას ხო ხედავთ, ეს ხართ თქვენ და ესა თვითონ. მერე რა რო ბიჭები მიყურებთ, ეს ხართ თქვენ და ესა თვითონ. ხო. ასია. ამიტომ მეგობრებო, ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის. ხვალინდელი დღისთვისაც, ზეგინდელისთვისაც, გუშინდელი და გუშინწინდელი დღისთვისაც. მადლობა უფალს ყოველი გათენებული და დაღამებული დღისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთი ახალი დღეა, კიდევ ერთი ახალი იმედია, ამიტომ ჩემო ძვირფასებო, საკუთარ თავს გაუფრთხილდით, თქვენს ცხოვრებას გაუფრთხილდით, თქვენს ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. იყევით თქვენს ცხოვრებას და თქვენს ოცნებებს, არავის არ დაუჯეროთ. არავის არ მოусმინოთ. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ისე. სხვისი ცხოვრებით არ იცხოვროთ. თქვენ გინდათ ასე, გააკეთეთ ასე. всё. ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გინდათ. არ მოусმინოთ არავის. სხვა ყოველთვის იმას იტყვის, მაინც რაც უნდათ. სხვას რა უნდა ის მე არ მარგია. ეს სხვას რა უნდა ისე ვერ ვიცხოვრებ. ამიტომ
ამიტომ ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას, თითოეულ თქვენთაგანს, იმ სიკეთისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ, იმ კომენტარებისთვის, იმ ფოლოვერებისთვის, იმ ყურადღებისთვის, იმ ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, საჩუქრებისთვის, მეგობრებო. ერთად ყოფნა ერთი დიდი ძალაა. აქ დატოვებული თითოეული თქვენი სიტყვა და თქვენი მოყოლილი ამბავი, ხო? სხვებისთვის არის მაგალითი. ეხლა იმას კი არ უნდა უყუროთ, რომ ჩვენ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ რამე, არა, საკუთარ შეცდომებზე გამოვასწოროთ ცხოვრება. უფრო უკეთესი იქნება. სხვისი შეცდომებით ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ, მეგობრებო. სხვა რომ გააკეთა, ისე ჩვენ არ გვაქვს. სხვას ეგება რა ცხოვრება აქ არ ვიცი. ამიტომ მე მაგალითად ჩემ შეცდომებზე მუშაობ და ჩემ შეცდომებზე ვსწავლობ. ასია კი, ჩემთვის ესე უკეთესია. ამიტომ ესე თუ შემეშალა, სხვა დროს სხვანაირად გავაკეთებ. კი, არ გამომივა, კიდე შევცვლი მდგომარეობას, სიტუაციას შევცვლი, გარემოებას შევცვლი. სხვას მე კი არ შევცვლი, სხვას მე თვითონ შევიცვლები, მეგობრებო. ამიტომ არასოდეს არ ეცადოთ სხვისი ადამიანის შეცვლა. არა, არც პარტნიორის, არც ოჯახის წევრის, არა. არავის შეცვლა არ ეცადოთ. თქვენ თვითონვე შეიცვალეთ, მეგობრებო. ხო, ბევრად ჯობია. თქვენი ვერსია შეცვალეთ, საკუთარი თავის ვერსია შეცვალეთ. ბევრი რო არ გავაგრძელო, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ბედნიერი ხვალინდელი დღე მინდა გისურვოთ. და ყოველი ხვალინდელი დღე ყოფილიყოს წარმატების, ბედნიერების, ბალანსის და სიყვარულის და დღეგრძელობის მომტანი. ჯანმრთელობა გქონოდეთ, რაც მთავარია, დანარჩენი უფალს მიანდეთ. მშვიდობიანი ღამე და გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას. აბა დროებით.